აუცილებლად გიმღერებთ სიმღერას, რომელმაც მართლა ძალიან დიდი წარმატება მომიტანა პროექტ ერთ-ერთში. დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველას მივესალმები, ყველას ერთ-ერთში ვინც იყო ჩვენთან, ვინც იმუშავა, ძალიან მენატრებით, ძალიან მიყვარხეთ, ვიცი რომ მიყურებთ, ეხლა გვიყურებთ ჩვენ ყველას. Okay, წადვარ. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Fine line in a beautiful sea. I choose to be happy. You and I, we're like diamonds in the sky. You're a shooting star I see, a vision of ecstasy. When you hold me, I'm alive. We're like diamonds in the sky. I knew that we'd become one right away. Oh, right away. At first sight, I felt the energy is so right. I saw the light inside of you. Tonight, you and I, we're beautiful like diamonds in the sky. I too am so alive. We're beautiful like diamonds in the sky. Shine bright like a diamond. 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 Palms rise to the universe as we moonshine and Molly. Feel the warmth, we'll never die. We're like diamonds in the sky. You are shooting a star I see, a vision of ecstasy. When you hold me, I'm alive. We're like diamonds in the sky. I knew that we'd become one right away. I saw the light inside of you. Tonight, you and I, we're beautiful like diamonds in the sky. I too am so alive. We're beautiful like diamonds in the sky. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Yeah. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Yeah. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. So shine bright tonight. You and I, we're beautiful like diamonds in the sky. I too am so alive. We're beautiful like diamonds in the sky. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Shine bright like a diamond. Oh, shine bright like a diamond. 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 Bravo. Dimadova. Shine bright like a diamond. მე თვითონ შემოვიდა თქვენთან. მღერის ძალიან. კი, კი. აბა საიდან მოვიტანეთ, ჩემი აზრია, რომ როცა წაიმღერებ ხოლმე ესე ოთახში, ძალიან კარგად გამოგდის. არა, არ მეთანხმები. გეთანხმები. როგორ წეკვავს?
ცეკვის გაკვეთილი ცხოვრობს ხო? აბა გამოდიდით. აბა ხვებია. ლექსი ისთვის გასწავლეთ. ეს ელენ რომ ღეროდა მაყურებელს მინდა უთხრა რა ხდებოდა, ნუ ჩვენ სტუდიაში ხომ ყველა ცეკვალი და არიცით რა ხდებოდა კამერებს მიღება. ხუცბა შემოიკრიბა. ჩვენ ყველა თანამშრომელი და ყველა ცეკვალი და რაღაც საოცარი ენერგია მოგაქვს, როდესაც მღერი. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარი. არ ვიცი რამდენად გამომივიდა ერთ-ერთი რიანა, როგორც უნდა გამაკეთებინა პროექტი, მაგრამ მეცადე. გითხარი რა პროექტზე საბოლოოდ. რაღაცა შენი შეფასება ხსენეთ. გინდა გითხრათ ახლა ერთი რაღაცა დღეს სანამ თქვენთან მოვიდოდი დილით რო გავიღწე გამაღვიძა. აი მან რა ქვია სიზმარმა უყურთ როგორც აი ესე გავიღვიძე. და რაშია საქმე ელენა და დავფიქრდი რა და მე სიზმრა ეგეთია სიზმარში ვიყავი მეორე სეზონი ხო იწყება ეხა ხო და კიდე მონაწილეობ და ეს მოცეკვავები და ახალი მონაწილეები და აი ფუსფუსობდნენ და ყველა რაღაც და მე ვიყავი სადღაც ძალიან შორს რაღაც ეს მოცეკვავები ცეკვავდნენ რაღაცას ვჭამდით რაღაცა მირტყავდნენ ხო იცი ესე და უკვე აღარაფერს აღარ წარმოვადგენდი და იცი რაღაცნაირად არ ვიცი განვიცდი თუ არა მენატრება იქაურობა მართლა ძალიან მენატრება და ეხლა იმიტომაც მოვაყოლე რომ დამესიზმა ეხლა წუხელ ერთ-ერთში რა ეს ქაოსი და ეს ყველაფერი მომზადება. აი არ გაგიჭირდა? რთული იყო რეჟიმი, ძალიან შრომატევადი იყო და ძალიან ბევრი რაღაცა დავთმე ის რომ სტუდიაში ვეღარ დავდიოდი ჩვენთან Teen Club-ში და იმდენად მაგრამ შენი მოსწავლეები ისე გბალეში ყოფდნენ. არა მარტო მოსწავლეები. დავიმხეთ ერთხელ თავზე რომ კინაღამ გავყარეთ. კი არა, მაგრამ მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ერთი ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ძალიან დიდი გამოცდილება. ძალიან იმოქმედა ჩემზე მაგ ყველაფერმა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და არაჩვეულებრივი ადამიანები და ფუსფუსობდნენ ჩვენს გარშემო და ძალიან კარგი იყო და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრჯერ თქვი, რომ ჩემთვის 29 დეკემბერი მარტო იმიტომ რომ 40,000 მოვიგე, ეგ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. საერთოდ არც მახსოვს ეგ მე თანხა. უბრალოდ აი ეს შრომა რო დაფასდა, ეს რაც გამოვიარე და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ რაღაცას მიზნად რო დავისახავ და ძალიან გულით მინდა რომ მივაღწიო და გავაკეთო, ნამდვილად გამომდის და უბრალოდ კიდევ ერთხელ დავწმუნდი ჩემ ძალებში და ჩემ თავში და შენს ნიჭიერებაში და კიდევ ერთხელ მაყურებელის და ჟიური. ერთი არის როცა კარგად მღერი. მე ვიცი რომ საკმაოდ რთული იყო მონაწილეების დათანხმება და ზოგადად მოძებნა ამ პროექტისთვის, იმიტომ რომ რატომღაც აი არტისტიზმი და კარგი ვოკალური მონაცემები ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე თანხwebdriverში ერთმანეთთან. აბსოლუტურად გითხრობდი ფიქრობდი რომ ეს ყველაფერი გამოგი. გავრისკი არა, მე რო დამირეკეს, მე მართლა არც ვიცოდი რაზე ვიყო ლაპარაკი და რაღაცა ესე ბრმად პასუხი არ გავეცი. დავფიქრდები, ვნახავ რასთან მაგასაქმე თქო და ნუ რომ მოვიძიე ინფორმაცია და რომ ვნახე რომ ესეთი ეს და არ შემეშინდა, იმიტომ რომ პირიქით რაღაცა სახალისო და ისეთი უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა შრომატევადი, მაგრამ ისეთი რა, ანუ happy უნდა ყოფილიყო, დაძაბულობა და ის არ უნდა ყოფილიყო. ბოდის ჩავერთობი, ელენეს აქ ერთი ის რაც აქვს 100-ში 1-ს. ეს არის სცენაზე რა დგას. ანუ სცენისთვის არის დამაჯერებელი ადამიანი. გარდა იმისა, რომ ღერის, სიმღერის გარდა, ანუ აი თითეული რა ვიცი, აი საოცრად მოძრაობს. თმის ღერიდან დაწყებული ყველაფერი ღერის, ტანის ცეკვავს, ანუ ეს არის მაყურებელს, ჩვენ როდესაც ვისხედით დარბაზში, ეს ისე მოდიოდა მესიჯად შენგან. არა მხოლოდ დარბაზში, მე როცა ტელევიზორთან ვიყავი და სახლიდან ვადევნებდი თვალს აი ამ პროექტს ზუსტად იგივე, აი ის გაქვს რაღაცა ნიჭია, ეს ყველას არ შეუძლია და ყველა მომღერალს არა. და ყველას უკვე ეს მინდა რომ კითხვა აუცილებლად. შენ განსაკუთრებით გავდი ყველა იმ შერჩეულ ვარსკვლავს, რომელიც შენ ხვდებოდა ხოლმე ლოტოტონის მეშ. მეც დავფიქრდი და ერთის გარდა, ერთის გარდა. რომელი იყო ეგ ერთი? აბა თქვენ ვითხარით. აჭკო მეფარიძე. ეს იყო ყველა არა რთული იყო, მართლა რთული იყო ყველაფრით და ყველანაირად ჩემთვის ამ ადამიანის განსახიერება და ისედაც ანუ გრიმიც
დრო სრულიად მელოდი უნდა გამოსულიყავი და არის ძალიან რთული იყო, მაგრამ დანარჩენებს რასაც უყურებდი, ხო, ხა ობიექტური თვითშეფასების ის უნარი გამაჩნია. და ხო რაღაცა ყველაში დავინახე რაღაცა ის ნამდვილი თქვა Amy Winehouse-ის No Doubt Gwen Stefani რაღაცა ხო იყო არ ვიცი შრომის მოყარე ხარ ძალიან ხო კი შრომის მოყარე ვარ ხო მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად ანუ ვიზუალურად რამდენად იცი რა მიზან მიმართული ხარ შრომის მოყარე ხარ ნიჭიერი ყველაფერი ხო აქედან იწყება რეალურად და ნიჭიერია და იმ ხამს ყველაფერი კარგად ეგრეთ მე დავისახე მიზნად მომღერლობა სცენაზე დგომა და ამიტომ ჩემი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ჩემი თავის წინაშე ჩემი ოჯახის ჩემი მეგობრების და ყველას წინაშე რომ ნიჭი და შრომა ერთად თუ არ არის ხო ახალი სეზონი იწყება ვახსენეთ და მაყურებელსაც ვუთხრათ რომ ახალი სეზონი იწყება გაზაფხულზე ერთ-ერთშის მეორე სეზონი რამე შეხება თუ გაქვთ ძველ მონაწილეებს პირველი სეზონის მონაწილეებს თუ იცით ვინ მონაწილეობენ რაღაცა კონსულტაციები თუ არსებობს ერთზე ვიცი მაგრამ მე არ მოგხვდება რომ ჯერ არ თქვა უბრალოდ ის ჩვენი მეგობარი არის და პირადად თვითონ მითხრა დანარჩენები არ ვიცი მაგრამ მე თელი სული და გულით მათ ყველს მინდა წარმატება უსურვო და ერთი რჩევა რაც შემიძლია რომ გითხრათ ჩემო საყვარელო მეგობრებო და კოლეგებო ეს არის რომ უბრალოდ ისიამოვნეთ შეიძინეთ დიდი გამოცდილება და არ იყოთ დაძაბულები და არ იყოთ რაღაცა ერთმანეთს არ გადაემტეროთ, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ფორმატის პროექტი არის და აქ უბრალოდ ერთად პირიქით და იმას ვქნათ გადალახოთ ეს ტურიდან და ყველაფერი. თუმცა მაგრამ უნდა ისიამოვნო, ანუ არ უნდა გააპრობლემო შენ თვითონ. პირიქით, რაც უფრო მარტივად შეხედა, მით უფრო მარტივად გამოგივა ყველაფერი და ელენე, შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი რომელი იყო? მე აღნიშნე უკვე რომ ჩვენთვის გვინ სტეფანი იყო ესეთი შოკის მომგვრელი რომ ვერ მოკმაყოფილი იყავი დაიანა როსი ჯერ იმდენად გაუგნებული ვიყავი როგორ დამამსგავს ეს ძალიან ერთ-ერთი თან ეს მიმიკა დავიჭირე დაიანა როსის რო იღიმის ეს ცალი კუთხე ქეწელება. ნუ ესე იღებს ესე. და ნუ ამას ძალიან კარგად მოვერგე და ნუ აი სახში სულ ესე და გრიმიც რო გამიგეს გავგიჟდი ნუ აი სურათებში გიწევდა სარკის წინ აი ამ ყველაფრის დამუშავება და რეპეტიცია. სახში ძირითადად ვისვენებდი ხოლმე, მაგრამ როდესაც მქონდა ისეთი აი თქვა რთული დავალება გასაკეთებელი, მე თავს არ ვზოგავდი და მე სტუდიაში მივდიოდი ხოლმე ჩვენთან და ბავშვები რომ მორჩებოდნენ რაღაცა გვიანი დიდი სარკის წინ იქ ვაკეთებდი ხოლმე იმას რაც ყველაზე ძალიან მერტულებოდა და ეს ერთ-ერთი იყო ნანი ბრეგვაძე ძალიან გამირთულდა მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც ხო და აი რა სოფო ეხმარებოდი სტუდიაში როცა მოდიოდა სარეპეტიციოდ ეხმარებოდი თუ არა ვერ მხედავდი ჯერ ეს ერთ ფაქტიურად ანუ ელენე აღარ ჩვენი აღარ იყო რა ანუ ძალიან დაგვაკლდა აი ძალიან დაგვაკლდა და მარტო ტელევიზორში ვხედავდით მაგრამ რა თქმა უნდა ისე ხა მორალურადაც და ყველანაირად ჩვენს ელენესთან ვიყავით ყველანი მაგრამ აი ერთი ნანი მახსოვს ყველაზე ძალიან რომ აი ესე ვისხედით და ხა აი ერთად ამუშავებდით ქართთან ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ისეთი ანუ ძალიან ხელშეუხებელი კი არა რაღაცა ისეთი ფიგურა რომელიც საპასუხისმგებლო შესაძლებელია ძალიან არ უნდა გააფუჭო პაროდია არ უნდა გააკეთო თუ ბაძა უბრალოდ ლამაზად უნდა მიბაძო და ძალიან რთული იყო ეს და მახსოვს ერთადერთი რაც იმასგანი რა ის აი ეს გამოთქმის ის რაღაცა დამახასიათებელია ქალბატონანის ცოტა რაღაცა აი ძალიან დამეხმარა აი მაგას უხსნე აი ცოტა კარგად ისე აი ნანიზე მახსოვს რა ხმარ თვითონ რიანეზე ბოდიში აი რიანეზე რომ გამოდიოდა მაშინ მე ძალიან ნერვიულობდი იმიტომ ეს რაღაცა დაიმონდი მე არ მინდოდა და აუ ელენე და აიმე და ეხა რა გაშველება და იქნება რაღაცა და არ შესვლა არ შეგეხო და არა ნუ ეს შემხვდა და რაღაცა და აიმე რა იქნება და ნუ აი რაღაცა ეჭვი მეპარებოდა და მე ძალიან ვინან იმიტომ რომ ესე არ ვიყავი იმაში ეს დარბაზში და ტელევიზორიდან ვუყურე და აი ესე გავშეშდი და აი ეს ჩემი მეუღლე ჩემო ვიდეო და ესე გაშეშებული და ვიყურებდი შენთან რა ხდება
და შენს ჯგუფში. ჩემთან ხდება ძირითადად ხედავთ ესეთი სამარშრუტო ტაქსების მეცალში ხდებით ეს დიდი ბანერები რომელიც გამოუშვით სულ ცოტა ხნის წინ რომელიც მიუძღვენით ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებს რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს წირავენ ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი იარაღი არის ალბათ მუსიკა და ამითი მორალური მხარდაჭერა გვინდოდა რომ გამოგვეცხადებინა და მთლიანი ალბომი ყველა ტექსტი ყველაფერი მიუძღვენით მათ და ცოტა ხნის წინ მქონდა ეს ალბომის პრეზენტაცია რაღაც ის რა ქვია კონცერტი ჩავატარეთ ასევე და ეხლა არის სიახლე ის რომ ეს ალბომი პირველი ჯგუფი ვარ საქართველოში, რომელიც აიწვირთა iTunes-ზე და ვართ iTunes-ზე. ელენე, შენ ძალიან მოკლედ შენ შემოქმედებაში რა ხდება და ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მე დღესდღეობით ესე იგი DJ-სთან ერთად, ბენდთან ერთად ვშრომობ, როგორც ვშრომობდი, უბრალოდ რაღაც მომენტში ახლა უნდა გავჩერდე, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე მუშაობ. დავდივარ სასწავლებელში, სადაც ვსწავლობ რაღაცა პროგრამა, სადაც მუსიკა იქმნება და მე ძალიან მინდა რომ რაღაცა შევცვალო უკვე სტილი, სტურათაც და ყველანაირად, იმიტომ რომ დავაგროვე ძალიან ბევრი გამოცდილება აი ამ სფეროში, ბენდთან მუშაობაში, DJ-სთან ერთად, უბრალოდ რაღაცა სიახლე მინდა და განსხვავებული შევქმნა და ეხლა მე ამ ყველაფერს ვისწავლი და მე რომ ვისწავლი, გვაჩვენებ ჩვენ საკუთარ მუსიკას შევქმნი, მე რომ მოგასვენია. ყოველ ხუთშაბათს ჩვენთან მოდიან ხოლმე სტუმრად ძირითადად მომღერლები და მე ამის შემდეგ აღარც ერთი მომღერლისგან აღარ მივიღებ აი ამ კრიტიკას, რომ არაფერი არ ხდება შოუ-ბიზნესში. მე მგონი, როდესაც არის მონდომება და როდესაც არის სურვილი, ძალიან ადვილია რომ რაღაცები მოახდინო თავად. არავინ არ ნუკა ძალიან უცბად ეხა ირაკლისაც შევხედოს და ირაკლი შენთან რა ხდება შენ შემოქმედებაში? ირაკლისაც შევხედოთ, ხო? ბონ, ჩემთან რა ხდება და ჩემთან გისმენთ ყურადღებით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგივა, იმიტომ რომ მიზანი გაქვს დასახული და მიდიხარ და ზარმაცი არ ახარ. დიდი მადლობა. ორივე შემთხვევაში. ხო, და ჩემთან რა ხდება? ჩემთან ხდება ინგლისური კრემი, მოტივირებული კუნძული მზად არის, კარამელი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ერთი გადავურიე შაქარს და რო გადავურე მე ის გიშაქრდება და კარამელი არ გამოდის და ეხა მაგის დრო არა მაქვს გამოდის სწორად. ხო, ეხა მე ცოტა თაფს მოვასხავ ზემოდან. ესე და ხო, ჩვენი კუსკუსიც თურმე ისა თურმე ფეხები გამოიბადა, წავიდა. და ბრინჯი საფოში როგორც აკეთებ, ბრინჯის გარნერი. ბრინჯი. ელენე აკეთებ. ელენე, მაპატი. საწავიდაო? ფეხი აკეთებ, გაიქცა. გავიდა. მეზობელი გოგოებას. გაკუსკუსდა. კუსკუსი გაკუსკუს. მეზობელთან ხშირად შევდივართ ხოლმე. მაგრამ სანამ გაკუსკუსა, აკუსკუსდა. ხდები და აი რა მოწანს იცი თვითონ როგორ აფორმებს ირაკლი მე იმკერდ. აი ეგ არ მეხერ. მართლა? ამაზად? ეგ არის. დათო და რო გაგიხარდა სანამ. მოდი გოგოებს ფათაშოვის ის მე რო ჩემთვის ჭამ, ჩემთვის რო ვახშმობ ან ყოველთვის ისე ესთეტიურად. ხო, ყოველთვის. ბონ, მოდი ახლა გავიხსენოთ რა ვქენთ, რა. ესე იგი გავქენთ, გავაკეთეთ კარის სოუსში ბრინჯის კეთება ყველამიც დაგინდათ. კუსკუსი როგორ გავაკეთეთ? ავიღეთ ხახვი, დავჭერით ცაკ-ცაკ, მერე ქათამის თეთრი დავჭერით ისაც, დავდეთ ზეთი კარგად. ჰა? მე ოკეი. ძალიან ეჩქარება. შევდეთ ქათმის ფილე ხახვთან ერთად. მერე მოლთუშე, მე გავუქენი, მაგლი ვუქენი, ნაღები დავასხი, წამოვადუღე, მერე ცოტა ბულიონი ვუქენი, კარი ვუქენი, მერე თქვენ სანამ ბლა 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 მე ის ვუქენი კიდევ ცოტათი ნიორი ვუქენი, ცოტა უცხოსუნელი ვუქენი და მან დავწყნაგდი. მერე ამასობაში ავიღე რძე, წამოვადუღე 700 გრამი რძე, 5 კვერცხის გული, 100 გრამ შაქართან ერთად. გოგლი მოგლი გავაკეთე, სავით, აგმისული გოგლი მოგლამდე და ცალკე ბეზე გამოვაცხოთ. ცალკე ბეზე, ხო, მოდი ინგლისური კრემი. ავთქვიფე, ჩავასხი მე ამ გზაში, ცოტათი ესე მოუვიგე, წამოდუღდა თუ გავჩერდი და გავაცი ეგრევე. მე ავთქვიფე კვერცხის თეთრი, ცილა,
ბევრი შაქრით და შემდეგ მიკრო ღუმელში 30-30 წამი ვუმ და ესე რომ გაიზარდა, გაორმაგდა ან გაერთნახევრდა, მოვჭით, გამოვიღეთ, შევდგით მაცივებში, გაცივდა და შემდეგ გაციებული ინგლისური კრემი დავასხე ლამბაქებში, შემდეგ კოზით ამოვიღე, შეიძლება კიდევ უფრო ლამაზად, მაგრამ მეჩქარება და ჰოპ და ჩავაგდე და ყველაფერი მზად არის. მეგობრებო, ჩემი მაყურებელი როცა მოვასწარით ეს ყველაფერი. თუ დაიბნა ცოტა შეუძლია ნახოს რეცეპტი Facebook-ის გვერდზე შუადღე GDS ცოტა ხანში დაიდება დასრულებისთანავე ავტირთავ. სიმღერა. ზანელა. სიმღერა სწრაფად. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და თქვენი დასაქმებული მიზნების ახდენა გისურვოთ. მაყურებელსაც ვემშვიდობებით. ხვალამდე ხვალ 12 საათზე შევხვდებით. მართლა გითხრობთ, თუ კიდე ვიმღერებთ რამეს, კარგი იქნება თუ არა და ნელ-ნელა გავაწყოთ, სუფრა და შემოვუსხდეთ. არ არის? ცირა მომზადებული არ გქონდა და რა ვიცი. სპონტანურად. აბა, ეს უფრო საინტერესო მაშინ რაღაცა. აი როგორ მომწონს. ერთ მონაკვეთს ხო, პატარა მონაკვეთი კი ბატონო. მე ამასობაში შეიძლება ძალიან უცებ თქვა ერთი რაღაცა, რომ კი, როგორ არა? მე და სოფო საიდან დავიწყეთ, მე და სოფო მეგობრები გავხდით ვარსკვლავის აკადემიაში. აი ეს არსება რომ დავინახე და ამან რომ დამინახა, მე ჩემთვის თქვი რომ ეს ჩემი მეგობარი იქნება ყოველთვის მეთქი, ამანაც იგივე თქვა და ეს ის იდეალური შემთხვევა, როდესაც მეგობრობა და საქმიანობა აი ესე ძალიან კარგად შეიძლება გავაკეთო და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანი მყავს მე გვერდში. ხარ ძალიან მადლობა სტუმრობებს. Some people live for the fortune. Some people live just for the fame. Some people live for the power. Yeah. Some people live just to play the game. Some people think that the physical things define what's within, and I've been there before, but that life's so boring, so full of a superficial. Some people want it all, but I don't want nothing at all. I feel you, baby. If I ain't got you, baby. Some people want diamond rings, but some just want everything. But everything means nothing if I ain't got you. ეს სპონტანურად. ბრავო. ძალიან მაგრები. ხართ აი მართლა. მადლობა გოგოებო. ეხა გემრიელად ვჭამ.